ხმაური იყო დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ კონგრესზე სასტუმრო შერატონში თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელისუფლება თვითმმართველობებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რასაც დეპუტატ გია ჟორჟოლიანის რეაქცია მოყვა. თამთა ჯანაძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. თამთა გისმენთ. კონგრესი ადგილობრივი თვითმმართველობების რეალური დამოუკიდებლობის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე ზეწოლაში. მან აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ფინანსური პოლიციის გამოყენებით რეპრესიებს მიმართავს. უგულავას გამოეხმაურა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ჟორჟოლიანი და მან ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. დღეს ქართული დემოკრატიის ტესტი სწორედ თქვენს მხრებზე გადის. ამას მე ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა, პირდაპირ ზეწოლა, შევიწროება თვითმმართველობების, მათი გადაქაჩვის მცდელობა, ხალხის აზრით მანიპულირება, აქტივისტების მიქცევა, მაგრამ ყველაზე სახიფათო რაც არის, ჩემის აზრით, არის სწორედ ის, რომ ამ პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები, კერძოდ ძალოვანი უწყებები. დღეს საქართველოს თვითმმართველობების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა. ეს არის მე მინდა ჩვენი ევროპელი და არა მხოლოდ ევროპელი სტუმრების, მეგობრების წინაშე ხაზი გაუსვა ამ საკითხს, როდესაც ლაპარაკია კოაბიტაციაზე, ლაპარაკია დემოკრატიაზე, რასაც ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს განსხვავებული სპეციფიური ვითარებაა, განსხვავებულია ვითარება დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან შედარებით. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და რომ ადგილობრივი თვითმმართველობების რეალური დამოუკიდებლობა დემოკრატიის გარანტია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს თვითმმართველობების განვითარებას. აქ ადგილზე არსებული ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება ხდება და სწორედ ამიტომ არის ასეთი კონფერენციები მნიშვნელოვანი. ამ წუთებში კონგრესი გრძელდება და სავარაუდოდ კონგრესზე განიხილება მარტვილის ინციდენტი. მე შეგახსენებთ, რომ ამ წუთში მარტვილში გამგეობის შენობა პარალიზებულია, რადგან მოსახლეობის ნაწილი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. დიდი მადლობა, თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.